გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. არ ვიყავი ეს დღეები აქეთ და დაგიბრუნდით დღეს და შესაბამისად გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეო და აქ მინდა ვისაუბრო ზოგადად მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი უზრდელი ახალგაზრდა გამოჩნდა დღეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ხო? და ეს თუ ვინმეს აი ეს უზრდელობა და ეს საქციელები ვინმეს თუ გონია რომ ეს ჩვენი ქართველი ხალხის ბუნებისთვის მისაღებია, ძალიან შემცდა რა და წარმოუდგენელია ამ გზით რომ ამ ადამიანებმა ამ ქვეყანაში რამე წარმატებას მიაღწიონ. პირიქით მათი ეს მოქცევა და ეს უზრდელობა და აგრესია საზოგადოების უმრავლესობაში რა თქმა უნდა იწვევს უკმაყოფილებას და პირდაპირ რო უყურებ ამ ფარჩაკ ახალგაზრდებს გულისამრევები არიან და რა ვიცი, აი თქვენი გამზრდელი მოვტყარდე იმის გამო რომ აი ეგეთი ყლეობები რო გაგზარდათ თქვენი გამზრდელს შევეცი მე. ეს ახალგაზრდები გამოათაყვანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებმა, რომლებმაც ამ ადამიანებს გამოურეცხეს ტვინები და ჩვეულებრივ ბიომასად გადააქციეს და რასაც თავში უდებენ და როგორც აპროგრამებენ, გამოდიან ქუჩებში და ისე იქცევიან და ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ საკუთარი თავი და რა თქმა უნდა ასევე დაკარგული აქვთ აზროვნების უნარი იმ თვალსაზრისით რომ მიხვდნენ რა არის სწორი და რა არის არასწორი და აი ეს უზრდელობა, აგრესია ადამიანებზე შეურაცხყოფის მიყენება გონიათ რაღაცა კაი საქციელი და ეს გონიათ ამ ქვეყნის სიყვარული. სიყვარულით მოსიარული ადამიანი ასე არ მოიქცევა როგორც აი ეს სირი ბავშვები იქცევიან, პირიქით ესენი არიან სიძულვილით დაბრმავებული ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ რაღაცა სიძულვილისენით საუბრობენ და ყველა მათი მოქმედებაც და სიტყვაც და რა ვიცი, თავიდან ბოლომდე მათი საქციელი რო შეხედავ არის კი ნამდვილად რაღაცა სიძულვილით დაბრმავებული, გაუზრდელებული, გადედამოტყნულებული ადამიანების რაღაცა ერთობა, რომლებსაც ოპოზიცია ყენის ისე რომ თითქოს აი რა მაგარი თაობაა და როგორი მაგარი ახალგაზრდები არიან. მაგარი ახალგაზრდები ნამდვილად არიან ამ ქვეყანაში და უმრავლესობა და მადლობა ღმერთს ამისათვის, ხოლო აი ეს უზრდელები, რომლებიც ზევით-ქვევით დაეთრევიან ქუჩაში, არიან ჩვეულებრივი სულ გაყიდული ყლებავშვები, რომლებმაც დღემდე ვერ გაარჩიეს ერთმანეთისგან უზრდელობა და სიტყვის და გამოხატვის უფლება და თავისუფლება. და უზრდელობა გონიათ ამ ადამიანებს რაღაცა დემოკრატიის გამოვლენის უზენაესი ფორმა. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და ამ უზრდელების პატრონებს მივმართავთ. როგორ ზიხართ სახში, როგორ გული არ გისკდებათ. როცა ხედავთ თქვენი შვილები რას დაამსგავსა ოპოზიციამ და ამ არასამთავრობოებმა და ვიღაცებმა პირდაპირ ბიომასად გადაგიქციათ შვილები, რომლებსაც ტვინები ისე გამოულახეს და ისე გამოურეცხეს ტვინები, რომ დააჯერეს, რომ უზრდელობა და ეს რაღაც აგრესია და ძალადობა არის ძალიან სწორი და მაგარი რამ. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და ეს ადამიანები ამ ფორმით და ასეთი საქციელებით და ამ უზრდელობით ვერაფერს ვერ მიაღწევენ იმას რომ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დამთავრდებიან აი ეს ახალგაზრდებიც და არ ვიცი პირველ რიგში თავიანთი თავისთვის არის ეს ცუდი და არასწორები არიან რა არ მოსულა ესე მოქცევა და რა თქმა უნდა როგორც უკვე აღნიშნე, ეს ქართველი კაცის ბუნებაში არ ზის რა და ამასინათ ერთი მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, რომ აი ჩემი თაობა ქუჩაში ვიზრდებოდით და არაფერი არ იყო მაშინ და ქუჩაში ვიყავ. შესაბამისად ქუჩაში პირველი რა იყო და ვისაც ქუჩასთან შეხება ქონია, იმან ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანში პირველ რიგში ფასობს ზრდილობა. და ზრდილობა მოეთხოვება ადამიანს და უზრდელი ადამიანი მოკლედ არ არის მისაღები არც ქუჩაში და არც არსად არ უნდა იყოს მისაღები. მაგრამ სამწუხაროდ
დღეს ისე გაუკუღმართ და ჩვენს ქვეყანაში ეს რა ვიღაცა არასამთავრობოები, ვიღაცა ილიაონი და ვიღაცა დედამოწყნული ორგანიზაციები პირიქით ადამიანებს აუზრდებენ განზრახ და ეუბნებიან, რომ არა პირიქით ეს უზრდელობა არის მაგარი ფორმა და მისაღები ფორმაა და მიდი და ადამიანს იმდენი ეუზრდელე და ისეთი რაღაცები ეძახი ადამიანს, რომ ადამიანი გაანადგურო თავიდან ბოლომდე და არც იმას მოერიდო თუ შვილებთან ერთად იქნება, არც იმას მოერიდო თუ ცოლთან ერთად იქნება, თუ დედასთან თუ მამასთან, მიადექი და აგინე და ლანწდე და აფურთხე სულში და ეს არის ქვეყნის სიყვარული და ეს არის პატრიოტობა და აი ამ პატრიოტიზმის გამოვლენის რაღაცა უმაგრესი და უმაღლესი ფორმა. ისე თქვენი დედა მოუტყან მე. ჩვეულებრივი მაქურთები ხართ, უზრდელი ყლებავშვები და ამაში თქვენ მშობლებს და არც თქვენ არაფერი საამაყო არ გაქვთ. უზრდელი ჩვეულებრივი გაუზრდელებული ფარჩაკი, აი თავში რო ერთი ნამცეცი ტვინი არ გაგიდებთ რა, აი იმის უნარი რო არ გაგაჩნიათ, რომ თქვენ თვითონ რამე იაზროვნოთ და სწორი და არასწორი გაარჩიოთ, აი ესეთი რაღაცა ბიომასა ხართ, რომლებიც დაეთხებით ზევით ქვევით და გგონიათ, რომ რაღაცა მაგარ დიადბიზანს ემსახურებთ. არ ვიცი, თქვენ ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ გაიტანთ თქვენსას და იმ შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნების ხელისუფლება არ გაგცემთ იმ პასუხს, რა პასუხიც გეკუთვნით, მაშინ ჩვენ ქართული საზოგადოების და ქართული ხალხის უმრავლესობა გაგცემთ იმ პასუხს, რა პასუხის ღირსიც ხართ და ეს იქნება ძალიან მკაცრი პასუხი და ნუ გექნებათ ტყუილად იმის ილუზია, რომ თქვენ რაღაცა უმრავლესობა ხართ ამ ქვეყანაში და თქვენ ყველაზე მაგარი ტიპები ხართ და თქვენსას გაიტანთ. ვერა, თქვენ ვერ გაიტანთ ამ ქვეყანაში თქვენსას, იმიტომ რომ არასწორი ტიპების გვერდით დგახართ, არასწორი ხალხის გვერდით დგახართ, არასწორ მხარეს დგახართ და როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვეულებრივი ბნელი, გაუზრდელებული გადედამოწყნულებული რაღაცა ბიომასა ხართ, რომლებიც გულის ამრევად გამოიყურებით და რო გიყურებთ ადამიანები თქვენ რამე მხარდამჭერას და სიმპათიას ვერ იმსახურებთ ვერავისგან პირიქით. გული გვერევა თქვენზე და აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინ გაგზარდათ ესეთი ყლეობები, აი თქვენი გამზრდელი მოუტყან მე, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა ყლეობა არსებები გაგზარდათ. სამართ თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე კი არ ხართ. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სირცხვილი და ღმერთმა დამიფაროს, რომ ჩემი შვილი მან არასდროს არ იქნება და აი რომელიმე რო ვიცოდე, რომ ჩემი შვილის მეგობარი მან ისე იქცევა, როგორც თქვენ იქცევით, არ ვიცი იმ ჩემი შვილს ხო ისე მოვთხოვ პასუხს, როგორც საჭიროდ ჩავთვლი და ჩემი შვილის მეგობარი ის ვეღარასოდეს ვეღარ იქნება. თუკი აი თქვენაირი უზრდელი დედამოწყნული აღმოჩნდება ოდესმე ჩემი შვილის სამეგობროში და ამას მე გავიგებ. ასე რომ ეს არის ისი თქმაც უნდოდა მეგობრებო და დღეს ამით დაგემშვიდობებით და ვფიქრობ, რომ რასაც საუბრობ საკმაოდ ისე გასაგებ ენაზე ვსაუბრობ და გამბივ ძალიან კარგად გაიგებს ამ ამბავს, რასაც ეხლა მე აქ ვლაპარაკობ. ასე რომ დღეს ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე ჩემო მსმენელებო და ჩემო მეგობრებო.